დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ ჩაგერთვებით საშინაო ფორმატით და მინდა წარმოგიდგენოთ ერთი დეტალი, რომელიც ახლადახელოთ საკუთარ აისე ხელებით სახლში მოვისაზრისე და შევგერე. ეს გახლავთ ჩემს მიერ შეგერილი ქუდი, რომელიც ესე გამოიყურება, შავი ტექსტილი და გასაფორმებლად მაქვს მეორე ფერადი ფანტაზიით გაკეთებული განსხვავებული ტექსტილი, ანუ არის ფანელის ტიპის და მეორე შავი ტექსტილი გახლავთ, ელასტიური, ლიგრის მაგვარი არ გახლავთ მთლად ლიგრა, მაგრამ აი წელვადი ლიგრის მაგვარი ჩვეულებრივი ტექსტილი არის მოკლედ. ეს გახლავთ თავისი ვარსკვლავით, პატარა ესეთი უმნიშვნელო დეტალი გაფორმება, რომელიც გავაკეთე სახელდახელოდ ხელით შევკერე, აი რომ ნახოთ როგორ არის მაშინის გარეშე. იგივე გვირისტულით, რაც მანქანა აკეთებს. ცხადია, როდესაც მუშაობთ ხელით, აი ესე გამოიყურება. როდესაც მუშაობთ ხელით, გარჯა უფრო შრომატევადია და მე დროს მოითხოვს, ბუნებრივია და ეს მეორე მხარე, აი წინ აქვს ესეთი ყვავილისებრი ფორმა და ეს ვარსკვლავი და ესე გამოიყურება. მოკლედ იმის თქმა მინდა, როდესაც სახში ბრძანდებით, არ იცით რა გააკეთოთ, ისვენებთ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ ერთი ზომის ნაჭერი ჰორიზონტალურად გადაკრეოთ, გადაბლანდოთ პირველ რიგში, შემდეგ გადმოკეცოთ და ესე ხელის გვირისტულის მოგეხსენებათ, არსებობს ბუნებაში 5-7 ხელის გვირისტული კლასიკური, ანუ მანქანა, ეხლა რომელიც მე მაქვს გამოყენებული, ყვავილის ფორმის ორმაგი გვირისტული, ვარსკვლავისებრი, ზიგზაგისებრი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს თქვენ აიჭეთ, მე ვირჩევ ყოველთვის კლასიკურ სტილს, იქიდან გამომდინარე, მარტივი არის, არ უნდა ბევრი შრომა და არ მეოქვს ბევრი დრო და ნაკლებად იღლები კიდევ ვინაიდან რადგანაც მუშაობ ხელით, უფრო დამღლელი არის ბუნებრივია და ესე შეგიძლიათ მოისაზრისოთ თქვენეული ფანტაზიით, თავისუფალი ხართ ასევე არჩევანში თქვენი ტექსტილი, შეგიძლიათ ჯინსიც გააკეთოთ, ჯინსი სხვა ფანტაზიასთან მიმართებაში, ტილო სხვა ფანტაზიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. მოკლედ იმის თქმა მინდა, თუ კი არ ხართ განსწავლული ამ სფეროში და არ წარმოადგენთ მაღალი მოდის ელიტას, საკუთრივად შეგიძლიათ, რომ ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი დიდ მოდაში დააფიქსიროთ, რომლის შემდეგ უსათუოდ სამყარო იტყვის თქვენზე სიტყვას. აი მოკლედ ასეთი მუხტით და ასეთი ლამაზი ძალიან აღრთოვანებული ვარ. ძალიან მომწონს და რასავე მიხდება, ჩამოვიცნო ეხლა განახოთ როგორ არის. აი ესე იგი რომ შევკერე, აი ძალიან მომეწონა თან ეს სტილი, მინდა გითხრას, რომ აქამდე არ გამოუგონებია არც თვით კოკოშანელსაც კი. და აი ესე გამოვიყურებ და იმდენად ყვაყოფილი ვარ, რომ აი რა გითხრა, მომინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ და იდეაში ეს იყო დეკოლტე კაბა, ანუ აქ იყო მომჯდარი ეს ელასტიკი შავი და ქვემოთ გაშვებული სხვადასხვა ფანტაზია მიმაგრებული და ესე რომ დამჭირდა ჩემს ბიენალეზე წასვლა, მინდა რაღაცა საკუთარი მქონოდა, იმიტომ რომ მე ძალას გმატებს ადამიანს და უფრო თვით დაჯერებული ხარ, რომ აი რაღაცას შენც წარმოადგენ, ნუ არ ხარ რაღაც ისეთი ნივთი, რომ ესე აიღებენ და გადაგდებენ დაუშვათ, ხო? რასაც მიჩვეულები ვარ სამწუხაროდ ნაკლებ ცივილურ ქვეყნებში. თორემ სადაც მაღალგანვითარებული ერა არის და რესპუბლიკები იქ პირიქით ორმაგად არა 10 მაგად პატივს გცემენ და სანთლით გეძებენ რომ იტყვიან. აი ხო და ახლა გამომდინარე ეს მოწყენილ დღეს მოვისაზრის ესეთი ლამაზი ქუდი, რომლის ატირაჟებასაც სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ და ბუნებრივია ეს იქნება ნაირგვარ ფანტაზიებში და ძალიან ლამაზი გამოდის. კოცნით კეთილი სურვილები, დროებით გამშვიდობებით. ნახვამდის!